მაშ აბა 1952 წელი ჰელსინკის ოლიმპიური თამაშები ქალაქი ტამპერეს სტადიონი იუგოსლავია საბჭოთა კავშირი ფეხბურთი ამ თამაში არც არ უთამაშია ჩვენებს ქართველებს 4 იყვნენ 20 კაცში როგორც გითხარით მაგრამ ეს არის მოსისხლეთა თამაში მთავარ მტერთა თამაშია პოლიტიკურ დონეზე სტალინი ტიტო ის კაცია ვინც სტალინის მიუარყო და თავის სოციალიზმი მოიგონა რაღაცა შერეული რაც არ იყო მისაღები როგორც იტყოდნენ მაშინ და ამან ძალიან გართო მოკეთ თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ საბჭოთა კავშირი შეიძლება უარია თქვა ამ თამაშზე მაგრამ პირველად ოლიმპიადა და არ თქვეს თან როგორც ჩანს იმედი ქონდათ ჩვენი სპორტსმენებს რომელიც მართლა თავი დადეს ჩვენმა სპორტსმენებმა როგორც მაშინ იტყვა მე სამთვიანი მზადება იყო და იცით როგორ იყო იმან გამოჩნდა მთელი ტყუილი ამ სოციალისტური ქვეყნების სამოყვარულო სპორტის მაგ სამთვიან მზადებაში არ გაიგოსო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რანაირ მოყვარულ ხალხს სამითვერო ლესელიძეში ემზადები და რა ქვია ბოდიში და კაზიონი სამჯერად ყვებაზე ხარ ანაირი სახარ ხო სამსახურში დადიხარ რა ქვია ამიტომ ამას ნაკრებს კი ოფიციალურ საბუთებში ასად არ ეწერა რომ იქ ნაკრები ემზადება ლენინგრადის და მოსკოვის ნაკრებები ემზადება და ბოლო 10 დღე შეიცვალა ის და საბჭოთა ნაკრები ემზადება 10 დღე აი ესეც კი დაბარული იყო რომ ამინმე არ გაიგოს რომ ესენი ემზადებიან როგორც პროფესიონალები აი მოკლედ აი ამ თამაშის დამთავრებამდე 15 წუთია დარჩენილი და 5 თერციგებს იუგოსლავია საოცრება ამ თამაშის ის არის რომ ამ ბოლო 18 წუთში თუ არ ვცდები 5-5 გახდა საბჭოთა ნაკრებმა დავიდა ბაბროვმა ორიგო რაღაცა შტურმი სტალინგრადი რა ესეთი ეს დამთავრდა თამაში ფრედ ფეულ ოლიმპიური სისტემა ყველა მიცით აი ფეულ ხوام წააგებს ადი სახში ესან არავინ არ წააგო მაშინ არ იყო ესე რომ დამატებითი დრო მერე პენალტები და ისა მაშინ იყო ბევრი ფეხბურთი უფრო რა არ იყო შინდაგარეთ გოლები სხვადასხვა ნუ მაშინ ჯერ ეს ტურნირებიც არ არსებობდა სადაც შინდაგარეთ გოლები უნდა ყოფილიყო მერე მეორე დღეს თამაში იგივე ამხელა ემოციური ასე იყვნენ ესენი საბჭოთა ნაკრებმა დილით ივარჯიშა და იუგოსლავიამ არ ივარჯიშა ბიჭებო წამოწექით ქალაქში ისე იყვნენ თუთხრეს როგორც ამობენ ეს იყო გადამწყვეტი რომ ისინი უფრო განეშვნენ და დაისვენენ სამი და ჩვენ მაინც რაღაცა ტაქტიკური ისინი მოვიფიქრეთო და მაინც ავარჯიშეს რა მთელი დატვირთვი და გუშინ გაქვს 90 წუთი ასეთ ნერვიული თამაში ნათამაშები და აქეთ მეორე მე ბესკოვი არ მოეწონა და დააყენა ჭკუასელი ეს არის რა ქვია და ამაზეც მე სიყო რა ბევრჯერ ვახსენეს ამა იუგოსლავიაში იყო ორი შემდგომში ძალიან ცნობილი მწვრთნელი რომლებიც თბილისში ყოფილან ბრანკო ზებეცი რომელიც აი ჰამბურგი რო იყო თბილისში იმის მწვრთნელი იყო აი ეს სხვაობაც იუგოსლავიასა და საბჭოთა კავშირის შორის თითო უშვებდა და მუშაობდნენ უცხოეთში და თამაშობდნენ ხო და მეორე ვოედინ ბოშკოვი რომელიც მადრიდი როცა ყინვები იყო სპარტაკი საერთაშორისო თამაშებს აქ ორჯერ გაუმართავს არა მეტჯერ კაცო სამჯერ მე ყოფილვარ და აღარ მახსოვს ახლა მადრიდის რეალი რო ჩამოვიდა სპარტაკთან სათამაშოდ ეგ იყო მწვრთნელი ბოშკოვი ეს ხალხი არ მაშინ ბიჭები არიან ახლა ყველა მოიგო იუგოსლავიამის მეორე თამაში 3-1 მოიგო რა ჯობდა და მოუგო რა არა მარტო ეგ იუგოსლავიამ შემდეგი ორი თამაშიც მოიგო და ფინალში გავიდა U 10. minutu drugog poluvremena naša reprezentacija je postigla i treći gol. Pobjeda više nije bila u pitanju. Tako se završila ova dramatična borba koja je trajala 210 minuta i u kojoj su naši fudbaleri zasluženo odneli jednu veliku pobjedu. მერე ესეთი ის იყო რა ვქა ანეკდოტური სახალისო ეს არა საბჭოთა კავშირი რო გავარდა და წააგებწადი სახში და წამოვიდნენ ეს ბიჭი ამ მთელი ოლიმპიური ზეიმობს კაცო ამდენი ოქრო ესე იგი არაოფიციალურ ჩათვლაში საბჭოთა კავშირი მეორე ადგილზე გავიდა და პირველად არის თან ოლიმპიადაზე რომელიც ტარდება რა ვიცი წინა წელს სხვათაშორის სოფლიო ჩემპიონატი იყო ფეხბურთში ბრაზილიაში და იქ და შემდგომზე 4 წელს მერე წარყოფილა საბჭოთა კავშირი რომ გაბედა მხოლოდ აი 20 წელს დროს და ჩაება თორე მანამდე ამ პროფესიონალთა ოხერ შეჯიბრებას მაინც ცოტა ესე შიშით იმიტომ წააგებ აი ნუ მთავარი სახელმწიფო შიში ეს არის რომ არ წააგო ეს მერე ჰოკეიშიც მოხდა რომ
ვერ ბედავდნენ ჩინოვნიკები, რომ საბჭოთა კავშირი, რომელიც ბრწყინვალე გუნდი იყო, კანადის ნამდვილ პროფესიონალებთან ეთამაშა. დიდხანს წყვეტდნენ და რომ დათანხმდნენ, უთხრეს, რომ ორ თამაშს მაინც ხომ მოიგებთ რუიდან. და გაირკვა, რომ ორი არა, დიდი ომი იყო. ბოლო წამებზე. ეს სხვა ისტორია, მაგრამ ეს მიდგომა არის საერთოდ. აი რაღაც ის, რომ კი სუსტები, ამდენ ჯობი არ ვითამაშოთ რა. ხვდებით, რომ ჩვენ ჩამოვრჩებით და იუგოსლავია გავიდა ფინალში და იქ იმას ელოდებოდა იმ დროს სამყაროს უდიდესი გუნდი უნგრეთი. ასე პირდაპირ უნგრეთის დიდი გუნდი. კი სოციალისტების აჯანყებამდელი უნგრეთია, რომელიც 2 წლის მერე მთავარი კანდიდატია მსოფლიო ჩემპიონობის და ფინალში უცბად გერმანიასთან წააგებს, რომელიც ანგარებდა მანამდე. ეს ხდება ეს ფეხბურთი ესეთია. საბჭოთა მეშვეურები უნგრელ მეშვეურებსაც ხოვდნენ რომ მოუგეთ იუგოსლავია. ჩვენ სახელზე მაინც მოუგეთ. და უნგრელების იცით თქვებოდა იუგოსლავია რა იცის ფეხბურთის თამაში. ანუ იმხელა იყოს, მართლაც მოუგო უნგრეთმა იმათ. უცნაურობა ეს არის რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებები ამ ხანაგურებში და ამ უნგრეთისთვის მოგებული, ну ისინი იდგნენ უბრალოდ და ხდებოდა ესე იგი დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ აღეცი. ბოჟიკი, კოშიჩი ჰიდე გუტი და პუშკაში და ეს ხალხი არა აქვს აღებულია მსოფლიო. მე ზოგიერთი გაიქცევა 56 წლის უნგრეთის ბუნდის მერე პუშკაში მაგალითად წავიდა და ხანჯერ იტალიაში იყო მერე გახდა მადრიდის რეალის ლეგენდა. საბჭოთა პრესა დასცინით წერდა რომ სასისკის ცეხი აქვს ასე. არა ქართულად რო თქვა, აი მიეყიდა. რო გაიქცენ და ნორმალურად თამაში უნდა და ეს უნგრეთის გუნდები და დოჟა და ეს ჰონვედი და ეს ჩამოდიოდნენ ანგრევდნენ ამ თბილისშიც მოგებული ამ დოჟას და აი ამ ჩვენი დინამოსთვის რა ქვია რომელზეც აქ არის გუნდი დაბრუნდა ეხლა რა წააგო და ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხო მიუსადაგეს ამათ მზადყოფნას და პირველი წრე გააუქმეს მაგრამ მეორე წრე ტარდება როგორც სრულფასოვანი ჩემპიონატი და დაიწყო 3 ტური გავიდა ეს CDS-ა თამაშობს რა ეხლა 5 კაცი იყო იქიდან ბაბროვიანად და მწვრთნელი მთავარი 3 ტური თამაში მოიგეს 3-ით ნუ მეოთხე თამაშზე მიდიან და ბაზაზე და ავტობუსში ამოვიდა ვერ მიხვდნენ ეხლა რა და მაშინ ესე არ იყო რომ დილიდან ესე საკმაოდ ესე თამაშის წინ მიდიოდა ხარს დიდი მოტელვები იყო ბევრი მე კი დაიწყო ეს არ მოვიდა ატყდა ამბავი რაღაცა და გუნდის უფროსი ვიღაც პოლკოვნიკი იყო ვიღაც ის გამოიძახეს რა ქვია თავდაცვის სამინისტროში მოვიდა დადგენილებით CDS-ა როგორც გუნდი რას ფარმირავად დაშლილია ფეხბურთელები გადანაწილდნენ სხვადასხვა გუნდებში CDS-ას შედეგები ეს სამი თამაში გაუქმდეს ყველა გუნდთან გუნდი აღარ არსებობს დამთავრდა საერთოდ საბჭოთა კავშირში არმიის სპორტული აღარ იქნება რაც შეეხება სხვა ფეხბურთელებს ვინც თავი კარგად ვერ გამოაჩინა და აქვთ მაღალი წოდება სპორტის დამსახურებული ოსტატის იმათ ეგ მოწმობები ჩაგვაბაროდა რომ დაიმსახურებენ მე ესე დაუბრუნებთ რა ეს გადატყდა ამ CDK-ზე რატო იცით მიდგომა ეგეთი მთავარი მწვრთნელი CDK-დან იყო და ეხა ის არ იყო რომ 15 კაცი და მე იყო ხოლმე კიევის დინამო 11 კაცი საბჭოთან ეს არ იყო სინამდვილეში მაგრამ მაინც ამათზე გადატეხეს რა ქვია რა იმიტომ რომ ეს იყო ყველა მოდური და ამათ დაეყრდნენ მოკლედ ბუნ ბაბროვიცი იყო და სხვები ეს გუნდი ესე კოხტად გააჩერეს. მე სტალინი რომ ნუ ამბობდნენ რომ ბერია ხო დინამოსის იყო ვითომ ყოფილი შინსახკომელი და ბერიას ხელიერიაო. ეგ იყო ზემოდან ეს იმიტომ რომ იუგოსლავია ბერიაზე ბევრად მაღლიდან. აი განუზომელი იქით ლაჟვარდები რო არის ძალაუფლების კაცი რო იყო იმაში. კონცევოში ერთი კაცი ცხოვრობდა მაგრამ იმისგან იყო ესე. იმიტომ რომ იუგოსლავიასთან მოხდა ეს და ჯობია და დამთავრდა რასი თავი მოიკლეს ორი რაღაც ლეგენდარული თამაში იყო ეს პირველი მაინც რა ქვია რომ მაინც არ დათმეს და ისო დაშალეს მერე სტალინის მერე ისევ აღსდგა ეს ნელ-ნელა და საერთოდ ეს საბჭოთა კავშირში ეს სკა გუნდები არმიის სპორტული გუნდები არასდროს ის 15 წელი არაფერი მერე იქ ბოლოს იმ შესწერნოს და იმათ დროს ერთხელ რაღაც ჩემპიონები გახდნენ და 70 ეს იყო გუნდი რომელიც სხვა ფეხბურთელი მივაჯა არის ჯარში რო გიწევენ მაშინ და აღარასდროს ანუ ეს აღარ ყოფილა დიდი და ფლაგმანი ისე 2-3 წელი გაიბრძოლეს 15 წლის მერე ანუ გუნდები რო აღდგა თბილისსაც ყავდა თავისი CSKA ტოდო
თბილისის აბლასნოი დომ ოფიცერი ძალიან მოდური გუნდი იყო სხვათა შორის რა. აი გიგან ორაკიძე თამაშობდა. ბევრი თამაშობდნენ ეს თბილისელი აი ფეხბურთელები რა ქვია. ჯარზე მიგამბამდნენ და ეს იყო. მოდური გუნდი იყო, გასულ ხალხი ესწრებოდა ათასობით ადამიანი დადიოდა ამის თამაშებს. მაგრამ აი ზუსტად მე რო აღდგა ეს ტოდო მე ოდო ბევრნაირი საღდო ასეთ სახელები. დომ ოფიცერი რა ასე რო აი უყურეთ ახლა თბილისის დინამო ხომ მთელ ამბავში ძალიან კარგი მასზე აღმასვლაზეა რა ქვია და ვიმეორებ ამას ორჯერ მესამე ადგილი შუაში მეორე ადგილი და 53 წლის სეზონია ეხლა მაშინ ყოველთვის როგორც იყო საბჭოთა სეზონი განსხვავდებოდა დანარჩენი ევროპის ნუ ეს შვედები და ეს თითქოს ისე თამაშობდა იყო შემოდგომა ზამთარი და აქ იყო გაზაფხული შემოდგომა საბჭოთა ანუ ზაფხულში იყო ძირითადად ფეხბურთი და ზამთარი ეს უფრო ჩtildeური რუსული ემის გათვალისწინებით და როცა იყო 14 გუნდი 16 გუნდი ამ კლასში სექტემბრის შუაში ჩემპიონატი თავდებოდა რა რაღაცა ესეთი ისინი თბილისის დინამო დაიწყო მაგრად 53 წლის სეზონი რა ქვია ისე რომ აი სექტემბრის დასაწყისში როგორ არის საქმე უყურეთ პირველ ადგილზეა მოსკოვის სპარტაკი და ორი ქულით ჩამორჩება თბილისის დინამო. თბილისის დინამო მოსკოვში ეთამაშება ტორპედოს. ტორპედომ თუ მოიგო მოსკოვის ტორპედომ, გადის მესამე ადგილზე. ანუ ჭირდება. თბილისის დინამომ თუ მოიგო, უთანაბრდება ქულებით სპარტაკს. ორივე პირველზე და ორივე მეორეზეა. იმ დროის ესე იგი საბჭოთა ფეხბურთში არ იყო დებულება, რომ თანაბარი ქულები რო აქვს რა უნდა ვქნათ. ხო არის ზოგს მეტი გოლია გატანილი ზოგ რა ქვია ბურთების სხვაობით ერთმანეთში შეხვედრა აქ ბევრი ვარიანტია მსოფლიოში მაგრამ ეს მაშინ არ არსებობდა ანუ წესდებაში არ ეწერა ორ გულს ვერცერთი ქულა და არ წარმოუდგენელი იყო ეთქვა მაინც ახლა მოსკოვში იყო თამაში ეს დაგეგმილია აგვისტოს ბოლოს მოხსნეს იაკუშინ საკავშირო დინამოს საბჭომ სხვა სამსახურში გადაყვანა. ადამიანი რომელმაც ეს 3 წელი ეს გუნდი აშენა. გადამწყვეტი თამაშის წინ რომელიც შეიძლება გათანაბრდე და მე როგორ გადაწყვეტენ არავინ არ იცის, მაგრამ უთანაბრდებიან. ბორია პაიჭაძე დადგა, საჩქარო ის იყო რა ქვია. ბორიაზე მეტი ვინი მე ბიჭებთან იყო რა ქვია. ავტორიტეტი და ყველაფერი რა ქვია. კიდე მაგის პატივისცემით დამთავრდა კარგად ეგამბავ დამთავრდა. ეხლა ეს რა დროა? მარტში მოკვდა სტალინი. ნუ სტალინი ჯერ კიდე 2-3 წელი მაინც სტალინია სურათები კიდია. მე დაიჭირეს ივნისში ბერია. მავნებელი ბერია და დინამო და ბერია. როგორც არის ჩაბმა. აი 50 წლები თბილისის დინამოსთვის რუსეთის და ჩრდილოეთის სტადიონზე ყველაზე მძიმე დრო მაკედან ეწყება ეს პირველი გინებები მე სტალინის ხო ამხელენ და ეს პირდაპირ ჩვენთან არის ჩაბმა აი რომ 9 მარტი და ეს ფეხბურთელებს გამოცდილი აქვს პირდაპირ იმიტომ რომ საშინელი მიღება იყო ეს მერე გახდა თბილისის დინამო ნაშალი ბიმაა და ტექნიკურ მაშინ იყო თუ იყო მაგრამ არავინ არ აქცევდა ამას რა თქმა უნდა თამაში როგორც ამბობენ მძიმე გამოვიდა იქ მოსკოვში და ჩეხვა იყო ნუ მძიმე თამაში იყო ასე ამბობენ რომ სანახაობრივი თამაში არ იყო ისა მსაჯი იყო ბინმე ბელოვი ნუ მსაჯი იყო ის რომელმაც ესე იგი არ დადო დინამოს კარში პენალი როგორც ისინი ამბობენ პენალტი აი იყოს პენალტი მაგრამ იმათ კარში არ ჩათვალა გოლი ხაზზე არ გადასულა ნუ ეს გადასული იყო ეს ფეხბურთელებს ხო კიდე უფრო ძაბავს მაგრამ დინამო მოიგო ეს თამაში 2-1 იგებს და ბოლოსკენ უკვე ის ხალხი ვეღარ დააბეს ძველი მოსკოვის დინამოს თენაზე იყო სტადი კვები ბოთლები მაშინ არ იყო ესეთი კონტროლი ახლა ჯიბებს ავსეს რიყის კვები შეიტან კვები ბოთლები რაც რამე არ ვიცი ჯერ ნუ მსაჯზე იყო რომ ვითომ მსაჯი უდგება თბილისის დინამოს ეს ცრუ სახელები მაკედან მოდის რომ დინამო აწყო ეს ძველი ამბავია საერთოდ აბა როგორ შეიძლება ხა მოსკოვში ჯერაც არ მოუგია წუღებდნენ ეს მოსკოვის ტორპედოს საერთოდ მე ის უცნაურად მოხდა ყველაზე მეგობრულები ეს ორი გუნდი გახდნენ 60-იანი წლებიდან თუმცა მაგათგან სიმწარეები მე 60 წელსაც სტიდი მაგრამ არ იყო ეს პარტიული ისეთი და მე ვარონინი და ვალია ივანოვი და ეს კაი ბიჭები იყვნენ და ეს ვარონინი საერთოდ რაღაც ამას კინო მსახიობს გავდა და მე გაუბედურდა როგორც ყველა ეს ავარიები და რაღაც
გადამოცვირდა ხალხი მოედანზე იყო ჩხუბი ეს საჯიცრი მოკლედ უბედურება დაატრიალდა იქ მაგრამ თამაში დამთავრდა საჯი მივიდა ჩაწერა შედეგი მოაწერეს ხელი მაროზოვი მათი მწვრთნელი მოვიდა ბორიას ჩამოართო ხელი მეორე ხა აღარ ვიცით რა მოხდება რა ხო და ჩვენ მოვდივართ დილით თბილისში ხა მე ვარ სასტუმროში მოსკოვში უკვე ეს არის რა გაშვებული ამბავი სმარი რაღაცა ცოტ-ცოტ ხამე დარეკეს ჩამობძანდეს პაიჭაძე ხოლში ტელეფონზე უთხრეს რომ როდის მიბძანდებით თქვენ როდის გეგმოთ ჩვენ ვარ თვალდილი შეყომდით მოსკოვში მათში გაპროტესტებულა ვინ გააპროტესტა იმან ხელი ჩამომართვა მოაწერა მაროზოვმა გააპროტესტა 3 პუნქტია იქ რომელზეც მე დიდმა საბჭოთამ საჯმა და გაიეშმაკის ფეხა ლატიშევმა თქვა 3-ვე პუნქტი ის არის განხილვას არ ექვემდებარა აკვირა წესდების მიხედვით ამოვიდა და ეგრეა უკვე ემცხეთად მეორე დილით გაირკვა რომ თამაშის შედეგი გაუქმებულია და 3 დღეში იქნება გადათამაშება იმიტომ რომ ტორპედოსის სამართლიანია საჯს გამოეცხადა სასტიკის აღვედური ну შანსიც რო არ მოგცენ თანაბრად იყო ეს არის თორე საერთოდ ლეგენდაში ესე ჩემპიონები ხვდებოდით და წაგვე კაცმა არის რა ხვდებოდით მაგრამ აი ესეა მისული და ეს ამბავია 3 დღის მერეა თამაში რა თამაში სმარო დაიწყეს ბიჭებმა გოგატეხილობისგან არის აი ბორის პაიჭაძის ინტერვიუს ნაწყვეტებია კიდე ჩემი ხათრით გავიდნენ სათამაშოთო თორე მე საერთოდ დაგვშლიდან და კაცმა არ იცის რა ეს უკვე ის არის რა ჩამოგდებულია ასე რომ ვთქვათ მაგათ იმაში ხო სახეხატებანი ეს ქართველები რა სტალინი და მე ის აქცენტით ახალი ლიდერი ვინც არის ხრუშოვი ძალიან ეს ჭორია რომ ვითომ გაიგეს იქ რომ რა დროს თბილისის დინამოს ჩემპიონობა ბერია ეგერციხეში და აკვე ის მოკვდა და დამთავრდა თქვენი ამ ვითომ მანამდე ხა სულ ჩემპიონობას და გატენიდნენ ამას და სულ საომარი და საუბედურო იყო გაიგეთ მაგრამ ეს რას ქვია ეს ლეგენდა არსებობს ხრუშჩოვ მოთხა მეორე ხარ საბჭოთა კავშირში ცოტაო მეორეობა უბრალოდ სპორტში ეგრეა რომ ჩემპიონი ხდები ან ხდები ან ვერ ხდები აი თამაშის დღეს აი როგორც ვიტყვი პახმელია რაღაცა და ცოტა მოუწესრიგი და წავიდნენ ითამაშეს 4-ით წააგეს ჩაიდნენ მატარებელს წამოვიდნენ დავით მეორე ადგილზე აი ამ 4 წელიწადში რა ქვია მაქედან დაიწყო კრიზისი ნელ-ნელა რამდენიმე წელიწადი ეს იყო რა ქვია ძიმე დინამოსთვის აი მაშინ იყო ბასა კაპიტანი და ყველაფერი რო ბასა იყო ხო იმიტომ რომ მწვრთნელები იცვლებოდა ფეხბურთელების დიდი დენადობა იყო მაგრამ ახლები წამოვიდნენ ამის ჯერ ზაურკალოევი დამავიწყდა რომ მეთქვა აი თბილისის სპარტაკში პატარა ბიჭი თამაში პლეხანოველი ეს თავი და დარტყმები საოცარი ფეხბურთელი რა ქვია მე ეს დინამოში წამოიყვანეს 50-იან ეს მაგის გოლებია და ბასასი ეს თავით ეს ისა და ამ დროს ნელ-ნელა მოდიან პატარები რა ქვია ვისაც ჩვენ და რა ქვია მესხი ამანიძე მე სიომა ბარქაი რაღაცა ნელ-ნელა პატარები ესე ახალგაზრდები უფრო სწორად და ამ კრიზისში ეს კაცი 35 მიტანებული კაცი ეს ბასა მიათრევს ამას და არის საყოველთაო სიყვარულის ადამიანი რა ეხლა საბჭოთა ნაკრებდა ის მე მაგას აღარ მოუწევდა იმიტომ ის ნაკრებიც არავინ არ იცოდა სტალინი რა მოკვდა საერთოდ იარსებებდა თუ არა ისეთი რა ქვია სანერვიულო საკითხი გახდა რომ ხო შეიძლება რომ იუგოსლავიაში შევხვდეთ მე რა კიდე შევხვდეთ მაგრამ უკვე განტვირთული იყო ეს ამბავი ესეთი პირადი მტრობა არ იყო მომკლავ ის რა ქვია შხამში ასხურად გემზე და მთელი გეგმები აი სულ დაპლატოვი და ვიღაცას კილერები რო იყვნენ მაგათი ტროცკის მკვლელები ეს ხარ გრიგულევიჩი და ამნაირი დიდი ჩეკას მზვერავი ხალხი თუ რა ქვია ეს შემსრულებლები და ამ ბნელი საქმეების ოსტატები ხო ეს ძალკე დიდი ისტორია ხო და ეს მოიხსნა რომ მოკლები აღარ არის ისე უბრალოდ არ მოგაი როგორც ჩინეთი მაომ ხო არ აღიარა ახალ საბჭოთა კავშირი რა ქვია რომ გადაუყვიესო რა ლექშიროა სწორი ხაზის გამტარებელი ლავრენტი ის სწორი ხაზი ეს უბრალოდ ფრაზა არ არის ეს არის სწორი ხაზი არის რაც დააწესა რა ქვია მეტაურმა ხო და ეს მე თანდათან კი მოიხსნა მაგრამ თან ეს პიროვნების კულტი ძნელად გადასატანი შეიქმნა ახლა
თბილისის დინამო აი ბასას უწერია პირველი წრე კარგად ვითამაშეთ აი როგორ საშინელი მათ წერია ეხა აი უყურეთ ეს ხო საბჭოთა წიგნი 10 წელი გასულია 52 წელს შემდეგ წელს პირველი წრე კარგად ვითამაშეთო და შანსი გქონდაო რომ შაშანდელი წარმატება მეორე ადგილი გაგვემეორებინა აქ ხო ერთ სიტყვა არ წერია იმაზე ხა რაც მე გითხარით ხო და მაგრამ მეორე წრეში ავიჭერი თუ და გავიდა თბილისის დინამოს თავის ისტორიაში დიდხანს არ იყო მე-9 ადგილზე და აი ბოლოს კი იმაზე დაბლად ჩავიდა მაგრამ ნუ დიდხანს აწლეულები ამოთ რომ მე-9 ადგილი აი კრიზისის დროს 70-იანებში აი ესა ხო მანამდე აი მერვეზე ეს როგორ რამე იყოს მერვეზე გავიდა თბილისის დინამო და აი ჩამოდიოდნენ მოსკოვის გუნდები 5-1-6 და ასე გიგებდნენ და ეს კაც მიათრევდა სხვაებიც ახლა მე კი არ ვარ უფრო ის იმდენი ახალი ფეხბურთელი იყო რა ველოშვილები და დაცვაში ბევრი სულ იცვლებოდა თან ეს გუნდი რა ნელ-ნელა ახალგან მაგრამ ვინ აღარ იყო მწვრთნელები ეს პორიაც იყო გაიოს ჩეჩელავაც იყო მოყავდათ კიდეც აი ეს ისეთ მაგრამ ეს ძიმეც აი ბასამ სანამ მიიყვანა ამ ახალ თაობამდე კაპიტნობით იმით და ეს ძიმე წლები იყო სინამდვილეში ეს უკვე თბილისის დინამოს მესამე ტურია მიმდინარე წლის ჩემპიონატში ამჯერად მოსკოვის სპარტაკელებს ხვდება თბილისის დინამოს გუნდი ჩვენ ეს კინოკადრები გულის ტკივილით გადავიღეთ ეკრანზე საჩვენებლად რომ თბილისის დინამოელებმაც ნახონ თავიანთი უფერული და სუსტი თამაში თბილისელ ფეხბურთელთა თამაში ხასიათდებოდა ბურთის უაზრო ტარებით, ზედმეტი გაჩერებით და არაზუსტი დარტყმით. სპარტაკელებმა მალე აუღეს ალღო დინამოელთა დაბნეულ თამაშს და მთელი 90 წუთის განმავლობაში ინიციატივა ხელიდან არ გაუშვეს. სტუმრები ზედიზედ გადადიოდნენ იერიშზე. სპარტაკელების ყოველი გააზრებული კომბინაცია გოლით თავდებოდა. ეს კი კვაჭაძის აშკარა უხეშობაა, რასაც შედეგად 11 მეტრიანი დარტყმა მოხდა. ანგარიში გახდა 4-1 სტუმრების სასარგებლოდ. 1960 წელს თბილისის დინამომ ის მოახერხა და გავიდა საბჭოთა კავშირის თასის ფინალში და ეს არის ბასას ბოლო სეზონი, ნუ იმას არ ვთავაზობ, მაგას სხვა დროს მოყვებით, მანამდე ჯერ უცხოეთები გვაქვს სალაპარაკო ეს წიგნი ამაზე არა ქვია, რომ უცხოეთში აი ეს თბილისის დინამო კი აღარ მიიწვიეს არსადო არც ვიყავი დღეს ამ თამაშით ვისთან უნდა ითამაშო მაგრამ ერთხელ იყვნენ რუმინეთში ხო ეს დამავიწყდა აი ამ იქიდან 8 წლის შემდეგ გავშვეს და ეხლა წააგეს ყველაფერი იქ ნახეს მაგალითად 47 წელს ბორიას ვინც იჭერდა ის კაცი უკვე დინამო ბუქურესტის მწვრთნელი იყო და დიდი განახვევა მივხვდით ფეხბურთელობა ხო ეს არის რა მე და მე ვიყოთ ნაცნობის ნახვე მაგრამ წააგეს ამასთანაც რა ქვია კლუშში იყვნენ იქაც წააგეთ თუ ერთი თნოს ვაგებ და ამაზე უწერია კაც ბევრი რომ აი რატო ჩვენი ფეხბურთი ხო როგორია ხო ფეხბურთელობა შეზღუდული ის არის ერთი ნახაზია საბოლოო ჯამში რა ორ მხარეს შეგიძლია პასი მისცე და ეს მახვილგონიურად უნდა გააკეთო ხო ეს არის მთელი ისინი რა თან ჩვენი კაცია რა თან ამხელა გამოცდილება აქვს მაგრამ ჩვენიო ის იყო კაიო რომ აზარტულები ვიყავით ეხლა 60 წელს ძალიან აზარტულად თამაში თუ აზარტი არ გქონდაო ჩვენთან არის ესეთი რამე რომ ნაღდი პასი ანუ არ გააფუჭოდა ამისა და ამ არ გაფუჭება აზარტი მინდის ამბობს და თანო ჩვენ იმპროვიზაცია გვაქვს თბილისის დინამო სულ ეგ იყო რა ამ წლებში ძალიან დაგვეკარგა ეს რა ეხლა ეგ ტრამულია რა მიხდით ყველაზე ესეთი არის სტამბეჭდავი როგორ საინტერესოა რა ქვია რომ მოსკოვის დინამო მიდის იმაში რა ქვია საფრანგეთში ტურნეზე საფრანგეთ შვეიცარიას და ოვა მარღანია და ბასა მიყავთ ნუ როგორც იქ ეგრე იყო გაძლიერებული კარგად უწერიაო სამი სოხუმელი ვიყავით რა ქვია ოვა მეო და გენა ბონდარენკო იყო მოსკოვის დინამოელი ერთად დაზდილებიო მარსელში ვიყავითო და დილა იყო და ბობა მითხრა ნახე როგორც სოხუმში ისე არა რაღაცა გაკრთება აი ამ შრალ ჟურნალისტური მაშინ რაღაც ესეთი რამ მაგრამ ეგ კიდე ცალკე მოგზაურობა რომლის დროსაც ისეთი გამოჩენილი ადამიანი ნახეს
ეს ქვია წიქი მიეძღვნა საკმაოდ ესა ნახევარი გვერდი ალბათ და ადამიანის იმას რა მაგრამ ამ შემდეგზე მოყვარით